მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL Group-ი, ეს კი TL Time-ია. ტრადიციულად ვიმყოფებით დრანგტედიში, შეგიძლიათ მობრძანდეთ და აგემოვნოთ დრანგტედის საფირმო კანჭი. ჩვენი გადაცემა ტრადიციულად დავიწყოთ ახალი ავტომობილების განხილვით და მეგობრებო, Toyota-მ დააბრუნა მისი ლეგენდარული მოდელი FJ Cruiser-ი. FJ Cruiser-ი 2014 წელს მისი წარმოება შეწყდა, გარდა დუბაისა, დუბაიში ძალიან მოწონდათ ეს მოდელი და რაც გამოდიოდა 14 წლამდე, იგივე გამოდის დღემდე. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ავტომობილი დღემდე იწარმოება, იგივე ვიზუალით და ყველაფერი იგივე, არაფერი არ შეუცვლიათ, უბრალოდ იქ მოწონთ ეს ავტომობილი. ეს არის განახლებული FJ Cruiser-ი და რაც ყველაზე საინტერესოა, უყურეთ, Toyota-ში შემოგთავაზეს ორი ვიზუალით ზარა ერთი და იგივე, უბრალოდ ფარები აქვს სხვადასხვა. სხვადასხვაებულია. მე მაგალითად პირველი ვერსია მრგვალი ფარებით ბევრად უფრო მესიმპათიურება ვიდრე მეორე. მეორე რაღაც ჩინურ მანქანას უფრო გავს. მრგვალი უფრო კლასიკური სტილის არის ჩემი აზრით. ეს უფრო მოდიდან არ გადის და ამიტომ უფრო ჯიპურია. ხო, FJ Cruiser-ი თავიდანვე იყო მანქანა, რომელიც იყო off-road-ის მანქანა და დღემდე ეს დატოვა Toyota-მ, არაფერი არ შეუცვლია, ეს მანქანა არის პატარა ზომის და არის განკუთვნილი off-road-ისთვის. მაგრამ ერთ დავუმატებ ლაშა, აღარ არის ისეთი აგრესიული ვიზუალით, როგორც ჩვენ გვახსოვს. ხო, სათამაშო მანქანას გავს. რაღაცა შევიწროვდა, დაპატარავდა თითქოს, საერთოდ დაკარგა ეს ბრუტალობა, რაც ჰქონდა, რისთვისაც მოგწონდა ჩვენ. და რაღაცა ეს ორი სათამაშო მანქანა შემოგთავაზა Toyota-მ რაღაცათო. მაგრამ გვპირდებიან, რომ თვითონ აცხადებენ Toyota-ში, რომ გამოვლობითი თვალსაზრისით საკმაოდ კარგი იქნება ეს ავტომობილი, კარგი გამოვლობის. ხო, იმედია ტექნიკურად მაინც იქნება რაღაცა ისეთი. ტექნიკური საიმედო და გამოვლობაში ტექნიკური საკითხი, ანუ არის ესეთი. ძველებური ცნობილი ჩვენთვის ყველასთვის 2.7 ბენზინის ძრავი იქნება ამ ავტომობილში. ეს ძრავი ყველა მიცის აბსოლუტურად და 6 სიჩქარიანი კლასიკური ავტომატიკა. სხვათა შორის არ ვიცი რატო შეურჩიეს 6 სიჩქარიანი ავტომატიკა, იქ ალბათ თავისი რაღაც მიზეზი ჰქონდათ, თუმცა ეს არ არის ძველი, აი ისინი 6 სიჩქარიანი ავტომატიკა, ეს არის უკვე ახალი თაობის, სრულიად ახალი გადაცემათა კოლოფი ჩადგეს აქ, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ მოდელში არ ჩაუდგავთ და ესეც საინტერესოა off-road-ში როგორ წარმოაჩენს ეს გადაცემათა კოლოფი თავს. ძალიან საინტერესოა. ცუდი ამბავი იმას გეტყვით, რომ ეს 2.7 ბენზინი გამოიმუშავებს სულ რაღაც 160-ზე მეტ ცხენისძალას. ძალიან ცოტა არის. ხო, 2.7 მოტორისთვის პლუს off-road-ის მანქანისთვის 4-ზე ყოფნის ძალიან ცოტაა. დაანონსებულია ჰიბრიდული ვერსია, თუმცა აქ ცოტა გაურკვევლობა არ მინდა მაყურებელი შევაცინო. სავარაუდოდ ჰიბრიდულ ვერსიას გამოუშვებენ მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის, ანუ მარჯვენა საჭიანს და არა მარცხენას. Toyota-ს და Honda-ს ეგეთი რაღაცები უყვართ, ანუ ჰიბრიდები. ხო, ბევრ მოდელში არის, რომ თვითონ თავისი ქვეყნისთვის აწარმოებენ, მაგრამ საექსპორტოდ არ არის რა. ხო, ცხენები დააკლეს აშკარად. ცხენები დააკლეს. ჰიბრიდზე ან დაანონსებულია 200 ცხენი, 2 და 4 ძრავით, რაც ალბათ ბევრად უფრო დინამიური ავტომობილი იქნება. მოკლედ, ბიჭებო, აი თქვენი აზრი მაინტერესებს რა. ეს არის ექსტერიერი ავტომობილის, ეს არის ინტერიერი. ინტერიერი, აი პატარა მინი Land Cruiser-ია, ჩვეულებრივად, იგივე სალონი აქვს და დაპატარავებულია უბრალოდ. მე პირადად არც ერთი მიჩვენია და არც მეორე. არც სალონი და არც გარედან. არც სალონი და არც გარედან. გარედან რატო თითქოს? ანუ მშვენიერი. რაღაცა Renegade-ის სტილში ჩამოყალიბდა ეს მანქანა. ეს გვალფარებიანი Renegade. აი კლასიკური ვიზუალი აქვს გვალფარებიანსა და კარგი. უბრალოდ ჩვენ FJ Cruiser-ზე ვიყავით სხვა ვიზუალს შეჩეული, ბრუტალურს რაღაცა ისეთ განსხვავებით ხო დაბალი ფანჯრებით რაღაცა ისეთ ერთი რო გამოუშვებს რაღაც კონკრეტულ მანქანას მიყვება და სხვებიც იმას ბაზარობენ. ხო, რაკნეს იცი გადაუხვეს FJ-ს ხაზს, რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, კუზაო დადეს რა, ესე რო ვთქვათ. ხო, საინტერესოა, მთავარი ტექნიკურად იყოს გამართული მანქანა, ცხენები კი დააკლეს, მაგრამ ნახოთ როგორ წარმოაჩენს თავს off-road-ზე, მაგას დრო გვაჩვენებს. მე კაი შეკრული უაზი მიჩვენია. ვილის მაგალითად ესეთი მკაცრი ნიშა. მოგწონთ. აი გარედან, მოდი გარედან ჯერ დავიწყოთ. მოდი ვთქვათ რა, ანუ Toyota მოინდომა სიახლე, მორჩა გათავდა. დადო ორი ახალი კუზაო, არჩევანი გააკეთა. არჩევანი მისცა გამკვეთებს
და ნახოთ ეხლა უბრალოდ როგორ წარმოაჩენს ეს ორი მანქანა თავს. ნუ ეხლა მე მაინც გაყიდვები ექნება ამ მანქანებს ყველა წინასწარი გაყიდვებია ჩანიშნული. და რაც თავარია ტექნიკურ მახასიათებლებს გამოჩნდება თოლში, ტალახში, მთაში, ყველგან გამოჩნდება. როგორც ჟიმნი არის რა და მოიპოვება რაღაც მასე დუბაიში მოსწონთ კი არა ჭირდებათ ესეთი მანქანები და მაგიტო გრძელდებოდა აქამდე ამის ხო რა იმიტომ რომ გამავლობა კარგი აქვს გამძლეობა კარგი აქვს და რა მეტი რა გინდა 2.7 ძრავი ყველამ ვიცით უყუდავი ძრავია და ნუ ეს ახალი კოლოფიც არ ამგონია ხა ცუდი გამოსულა და ეს მანქანები ადვილად დანავაროდ ყდება ჟარგონზე რო ვთქვათ კი ცხენებს მოუმატებენ გალამაზდება რაღაცა ვიზუალში მიამატებენ კიბეებს რაღაცებს და რაღაცა კარგი გამოვა რა ვფიქრობ რომ არ ჩაიჭრებიან ის ხალხი ვინც შექმნა ეს მანქანა. ინტერიერიც ნორმალურია ჩემი აზრით. კი, ამ მანქანისთვის ნორმალურია. დიზელმა არის რაღაც ისეთი პატარა ზომა. რაღაცა რენეგეიდთან მივდივართ რა. თანამედროვე გადაპრანჭული არ არის, რას თავარია. რენეგეიდ ჯობია ეხა, აშკარა ჯობია. მოდი, ფას გეტყვით, რომ ფასიც საინტერესოა. თქვენს ფასიდან გამომდინარე შეაფასოთ უფრო და მაყურებელსაც აინტერესებს ალბათ. ესე იგი, ახალი FJ Cruiser-ი მინიმალური კომპლექტაცია ღირს $35000, ხოლო მაქსიმალური $45000. ცოტა ფასი კი აქვს. არა, შორის ახალი მანქანისთვის ძვირი არ უნდა იყოს. ნორმალური ფასია. კონკურენტებთან შედარებით რო ვთქვათ, კონკურენტი ერთადერთ უშუალო კონკურენტს ხედავ შოთამე, აი ერთადერთ უშუალო კონკურენტს. ანუ ბევრი შეიძლება ჩამოთვალოთ, მაგრამ თვითონ ავტომობილის ზომიდან რო ავიღოთ, აი გაბარიტები რაც არის სიგრძე, სიგანე და ასე შემდეგ და კლასიც უშუალო კონკურენტი გამოდის Ford Bronco. ოღონდ ის Ford Bronco არა, Ford Bronco ყველამ იცით რომ არის 1 და 5, რომელიც არის ქალაქის crossover-ი და ნუ არაფერს არ წარმოადგენს. არის Ford Bronco, თავარი Bronco 2 და 3, ან 2 და 7 EcoBoost-ით. ის არის ყველანაირად FJ Cruiser-ის თავარი კონკურენტი, ვიზუალითაც დაჟე გავს, აი გაჩვენებთ. საკმაოდ ლამაზი მანქანა, ესეც, ნუ მე პირადად ეს უფრო უხეში ვიზუალისა, off-road-ის ვიზუალისა, FJ Cruiser-ი უფრო დახვეწილია, რავი, ეს ჩემი აზრით. ამას ახლა უფრო მეტად ლიფტავენ, ანუ ძალიან კარგად დადის, ასე ვთქვათ, ქვიან ზედაპირზე, დაშვებული საბურავებით და ეს უფრო მაგალითად ბრუტალურია. კი, და Broncos ნახოთ რა იქნება. Broncos უპირატესობა რა არის, ბიჭებო, გეტყვით. 2 და 3 EcoBoost, ან ყველაზე პატარა ძრავი აქ არის 2 და 3 EcoBoost-ი და 2 და 3 EcoBoost აქვს 300 ცხენის ძალა, როცა FJ Cruiser-ს აქვს 163 2 და 7 ძრავს. მერე გვაქვს 2 და 7 EcoBoost-ი, იქ 330 ცხენის ძალა გვაქვს. ანუ ყველაფერი გაქვს off-road-ისთვის აბსოლუტურად გამზადებული მანქანა, 10 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ეკონომიას გვაძლევს? ხო, ეკონომიას გვაძლევს, რა შეჭirdება 10 სიჩქარიანი კოლოფი? არ ვიცი, მაგრამ ნუ მთავარია აქვს 10 სიჩქარიანი კოლოფი და მოკლედ საკმაოდ ისეთი გამომდგარი კი, ხო, სვისთვის აქვს. ფურცელზე გამავლობაში. ესეთი გამავლობაში მე მგონი Bronco უნდა ჯობდეს ფურცელზე ესე, მაგრამ პრაქტიკაში რა იქნება, მაგას დრო. მინდა გითხრათ ბიჭებო, რომ EcoBoost-ის ძრავები, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი EcoBoost-ის ძრავები არსებობს, დაწყებული 1 და 0-დან და დამთავრებული 3 და 5-ით, ზოგმა თავი გამოაჩინა ცუდად, ზოგმა თავი გამოაჩინა კარგად. 2 და 3 EcoBoost-ი და 2 და 7 EcoBoost-ი არის სხვათა შორის საკმაოდ გამძლე ძრავები და ერთ-ერთი საუკეთესო ძრავები თავის კლასში. ასე რომ რო ვთქვათ, რომ აი Toyota-ს იყიდი და არ გაგიფუჭდება და Bronco კიდეს უსახე არ არის ეგ რა. საკმაოდ გამძლე მანქანა. მასისავლეს კარგი ძრავების და კოლოფების მაინც ახლა Bronco მირჩევნია რა ყველა ვარიანტში, აი Bronco-ს ავიღებდი რა. ხო, ეხლა რა თქმა უნდა, ვიზუალი სხვა. ფასი, ბოდიში ბიჭებო, ფასი, ესე იგი Ford Bronco-s ახალის, ჩვენ ახლა შეჩვეული ვართ კოპარზე და აი ესე იაფად ყიდვას, მაგრამ ამ გადაცემაში გვაქვს ახალზე საუბარი, ამიტომ Ford Bronco-s ახალის ფასი იწყება $32000-დან და მაქსიმალური კომპლექტაცია არის $40000. ანუ მაქსიმალური კომპლექტაცია რო ავიღოთ $5000-ით ნაკლები ღირს Ford Bronco. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი აზრი ინტერიერზე, ექსტერიერზე და საერთო ჯამში რომელს აირჩევდით ამ ორიდან. მე ყველა ვარიანტში Bronco. მე მაინც ყველა ვარიანტში. მე Bronco-ს სიურცე, კლირენსი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალი, Bronco-ს კი, ყველა ვარიანტში. ცხენები. Cruiser-ის შემთხვევაში ორივე კუზავ ერთ ფასებს? კი, ფასა არა აქვს. ვიზუალში ირჩევ და უბრალოდ შენი გემოვნებისთვის. კი, არა, მაინც Bronco ჩემი აზრით. მაინც Bronco. მეც Bronco-ს ვფიქრობ. ვიზუალი
FJ Cruiser-ს უფრო და ცოტა ისეთი ძრავი, რომელიც გასართობადაც კარგი იქნებოდა, მაშინ იქ ვიზუალის გამო FJ Cruiser. მაშინ ვიზუალურადაც ეს ეხა დიდი მანქანაა ბრონკო, ისინი პატარებია რა. არა, ზომაში ერთი რეგიონი, თვალი გატყობს. ისეთი ვიზუალით არის შექმნილი, რომ ისეთი დადუტულია, რომ სათამაშო მანქანას გავს. რეალურად ანუ ბრონკოს ზომა არის რა. საინტერესო. ხო, ინტერიერს მიშა ინტერიერის შემთხვევაში ბრონკოს ავირჩიოთ. ინტერიერიც იმიტომ რომ მაინც დახოცებია რა უცოჩას თითქოს რა ეს ხერიზალების მეტი აქვს. უფრო მეტი ჩანს სალონიდან ეს პანორამაც ლამაზია მაგალითად ეს უმაღლეს კომპლექტაციაში უმაღლეს კომპლექტაცია ეს კი მონიტორიც ძალიან კარგია ცენტრში მოქცეული და კარგი ზომის არის ეს სურათებით რომ შევაფასოთ მეგონი ინტერიერითაც ჯობია ბრონკო ჩემი აზრით და აწყობის ხარისხით ახლა Ford-ი Toyota-ზე უკეთესი ხომ როგორც მივიჩვენე. ნუ ისეთი თხელი რკინა არა აქვს როგორც Toyota-ს და ამ კონკრეტულ მანქანებს შორის ბრონკო ლიდერია. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ყველა შევჯერდით რომ ჩვენ ავირჩევდით ამ ორი ავტომობილიდან Ford Bronco-ს, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი კომენტარები ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას რომ გავაგზავნოთ ეს გადაცემა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაგვიკომენტარეთ ამ ორი ავტომობილიდან თქვენ რომელზე შეაჩერებდით არჩევანს. ბიჭებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა, ეს არის საქართველოს ბაზრისთვის დაუფასებელი ავტომობილები. საუბარია Nissan Maxima-ზე 2016-18 წლიან მოდელზე, რომელიც გამოდიოდა 3.5 ბენზინის ძრავზე. 2018-ის ბოლოს, 19-ის დასაწყისში სადღაც ეგრე გამოვიდა ამის რესტაილინგი. ორივე თაობა გამოდიოდა ვარიატორ კოლოფზე, მაგრამ 16-დან 18-ის ჩათვლით ქონდა პრობლემები. ეს პრობლემები გამოსწორდა რესტაილინგში და მივიღეთ ძალიან გამძლე და კომფორტული სედანი, რომელიც უკმაყოფილოს არ დატოვებს არავის ჩემი აზრით. საკმაოდ ლამაზი მანქანა. დიდი სედანია, ხო, მიშა? დიდია, კი, ანუ სულფასოვანი მაგას ნიშნავს. დიდი არის, კომფორტული, სწრაფი ზონეზე. ყველაფერი კი 3 და 5 ძრავზეა, 300 ცხენს გამოიმუშავებს. კი, ძალიან კარგი იქნება. 3 და 5 ძრავი ყველამ ვიცით, Nissan-ის არის საუკეთესო ძრავი, უფუჭებადი, უკვდავი ძრავი. თავის დონეზე ძალიან სწრაფიც არის. სწრაფია და არც ისე ამ კომფორტების და ყველაფრის მიუხედავად, გამძლეობის მიუხედავად, არც ისე ძვირებს. მაგალითად, ამერიკაში 16 და 18 წლამდე 5000 დაგვიждდება, ხოლო რესტაილინგი 7.5 საქართველოსამდე. და ჩემი აზრით ძალიან კარგი ფასია. ნუ ეს რა თქმა უნდა ცირდაზიანება. საქართველოში ძირითადად Nissan-ის მაქსიმუმ ალტიმა გვენახა რა. მაქსიმა საერთოდ არ შემოხვედრია, ერთადერთი ჩამოვიყვანეთ ჩვენ, ეგეც კორეიდან ჩამოვიყვანეთ დაზიანებული. საოცრად მაგარი მანქანა, საოცრად. აი, უმაგრესი კლასის მანქანა არის, აბსოლუტურად ყველანაირი ეს ეგრეთ წოდებული ნავაროტკი, გათბობა გაგრილებით, ყველაფრით აბსოლუტურად და შიგნითაც სალონში რო ჩაჯდები, გზნობ რომ რაღაც პრემიალურ ავტომობილში ზიხარ. ავტომობილი მიდის, ავტომობილი უხვევს როგორც შენ გინდა, იდეალურად იმართება და ეს არის მართალი ხარ მიშა, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა რაც არის საქართველოში, იმიტომ რომ $7,500 ავტომობილი რომელიც არის წლოვანებით 19 პლუსი და არის ლამაზი, არის კომფორტული, არის გამძლე, სწრაფი, სხვა შორის გაზიც დგება. რავი, რა უნდა დაუშავო ამ ძრავს რომ გაფრთხილდეს. ხო, აი, ყველანაირად მაგარი მანქანა. წყალს თუ ჩაასხავ ალბათ. უბრალოდ ხალხს ეშინია ჩვენთან Nissan-ის ნაწილები არ არისო, რაღაც მაგას გეტყვიან ალბათ და მაგის გამო ითრევენ ფერს. ეგოთ Infinity-ის რაღაც ნაწილები წავა. ხო, Q70-ის ანალოგია, უბრალოდ აი დღეს ბოდიში ლაშა მეგეთყვით რომ ანუ რო შემოსულიყო ხო შესყიდვაში უფრო მეტი ნაწილების და დაშლილებიც იქნებოდა ხო იქნებოდა კი დღეისობით ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ რომ ნაწილი შეიძლება საქართველოში არ იყოს მაგრამ ყველაფრის გამოწერა შეიძლება აბსოლუტურად არის უამრავი ონლაინ საიტი საიდანაც ანუ ორ კვირაში ჩამოდი ამ ყველაფრის ფონზე
ამიტომ არის ჩემთვის ზუსტად ეს მანქანა დაუფასებელი და. გეთახმები მიშა, მართლა აი ვიზუალური მხარე, ინტერიერი, მონაცემები ძალიან კარგი მანქანა პლუს ბიუჯეტი. და ჭირდება ამ მანქანას. ბიუჯეტი განსაზღვრავს ყველაფერს რეალურად. ეს რო ეხლა 10 პლუს იყიდეს, იქ უკვე გააქვს არჩევანი სხვა ავტომობილებში, მაგრამ ძალიან იაფია. ასეთ ფასში ესეთი მანქანა. თან 16-დან 18 წლიან მოდელს იდეაში 250-მდე პრობლემა არ ექნება და. ხო, დაბალი გარბენით რო იყიდო, სანამ 250-ს ამდენი ხანი უნდა ყავდეს კანა. ხო. და სხვათა შორის ეგ ვარიატორიც რაც აქვს წინათაობას, შეკეთებას ექვემდებარება. თუმცა ну 7.5-იც არ არის ის ფასი, რომ მანამაინც ძვირი არ არის და შეგიძლია უკვე გაუმჯობესებული გადაცემათა კოლოფით იყიდო და ის სიამოვნო ამ მანქანით, რომელიც მართლა განსხვავებულია და ესე ვთქვათ, უკვე ფიუჟენივით აღარ არის. გამორჩეულია მასიდან, კი ბატონო. მადლობა მიშა, რომ ეს მანქანა შვენიერი გაცოცხლე გაგვახსენე და ეს რუბრიკა შეგვთავაზა. და ახალი რუბრიკა, იმიტომ რომ მოსახლეობას ჩვენ ამ რუბრიკით მოუყვებით მართლა კარგ მანქანებზე, რომელიც საქართველოში არ შემოდის, მაგრამ რეალურად ღირს იაფი, არის ლამაზი და რაც მთავარია არის განცლე. ამ რუბრიკით ჩვენ ვეცდებით რაღაც სიახლე შემოვიტანოთ. აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ უამრავი მანქანა ესეთი დაუფასებელი. აი მაგალითად ავიღოთ Q50 დიზელი. აი ბევრმა არ იცოდა. მაგაზეც მივალ. და რაღაც ესე ახსნები რო გავაკეთეთ. კი, და როგორი პოპულარული გახდა. ეგ დაუფასებლებში ვეღარ გავა. უკვე აღარ გავა. საკმაოდ ბევრი. მალევე დაიქოქა მაგის გაყიდვები. როგორც კი გასინჯეს. ეგ ამ რუბრიკაში ვეღარ მოხდება მაყურებელო, სამწუხაროდ ვეღარ მოხდება, სამწუხაროდ საბედნიეროდ. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი ახალი რუბრიკა. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ჩვენ გვჭირდება აუცილებლად თქვენი мотиваცია, ამიტომ დაგვიკომენტარით და გააზიარეთ ეს ვიდეო, ასევე დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელი ავტომობილია საქართველოში დაუფასებელი და ჩვენ მოვინიშნავთ და აუცილებლად ვისაუბრებთ მასზე. ეხლა კი მოდით ვნახოთ რა ავტომობილები შეურჩიეს ჩვენმა მენეჯერებმა ჩვენს მომხმარებელს. მიშკა, აბა, რა შეარჩიე? ყვალ გასაგზავნად. მოგესალმებით ყველას. მომხმარებლისთვის შევარჩიეთ Kia Stinger 2018 წლის 157.000 გარბენით, ეს არის 3.3 turbo GDI ძრავი, საკმაოდ დიდი რესურსით და ეს საქართველოსამდე ეს ავტომობილი ჯდება $10,900. შავი ფერის არის? კი, შავი ფერის არის. სხვათა შორის წითელი სალონით შეიძლება ითქვას, რომ დაუფასებელია ჩვენთან. კი, სხვათა შორის დამას არის თქმა. კი და საკმაოდ დაუფასებელი. მოვად რომ ამასაც გაიცნობს მომხმარებელი, ხალხი გაიცნობს და კარბონებში თან საკმაოდ კარგი მანქანა არის, ანუ ფასიდან გამომდინარე კარგი მანქანა მით უმეტეს. BMW-ს რაღაც მოდელებს გაუწევს კონკურენციას ჩემს. იმედია კარგი მანქანა გამოდგება და მომხმარებელი შეიძენს. ნამდვილად ისტორიაც კარგი აქვს. ნახოთ რა გამოვა, 360 კმ ყოფილა. წარმატებები წარმატებები. იმედია შეიძენთ ამ ავტომობილს. აბა თქვენ რა გაქვთ ამერიკა? მე დღეს შეგვეთა მაქვს 2016 წლიან Lexus City 200-ზე, რომელსაც წინდან აქვს დაზიანება, საკმაოდ შესულია, მაგრამ გაუკეთებელი არ არის, ჩემი აზრით. ცოტა ფულის ახარჯვა უნდა და გაკეთო. საკმაოდ სერიოზული დაზიანებაა, ეს თვითონ მომხმარებელმა გადაწყვეტა. და 6-მდე თხოვა თამაში. თავარ როლს თამაშობს გარბენი. გარბენი ძალიან დაბალი. გარბენი არის, ხო, გასაგები. და აი ინტერიერს ეთყობა, როგორ არის შენახული. მართლა დაბალი გარბენი აქვს რა. გარბენის გამო გადაწყვეტა. კი. თან ამ დაზიანებასთან ერთად აღინიშნოს, რომ არა აქვს ბალიშები გახსნილი. ბალიშები არა გახსნილა, თან სენსორში არ მოხდა. მოგეხსენებათ City 200-ზე 17-მდე გამოდიოდა ამერიკაში და შესაბამისად ძალიან ცოტაა. კი. ძალიან ჭირს ამ მოდელების მოძებნას შეკვეთაც როცა შემოგვდის და ამიტომ არის ხოლმე რომ თა Lexus-ი რო არის ძალიან გარბის ფასები რა და ნახოთ იმედია გაგვიმართებს რა თვითონ ამერიკა ეთამაშება ისეთ დონეზე რომ თითქმის ამ გარბენი ესეთ გარბენზე მით უმეტეს გარბენის უთხარი გარბენზე ნახო 53,000 მილი აქვს გარბენი რაც ამაკაცის მოგეხსენებათ არაფერი არ არის ესე იგი 2016 წლიანია 53,000 მილი იქოქება დადი სტატუსით და ვეთამაშებით $6,000. წარმატებები იმედია წარმატებები ჩვენ მოყვარს დავტოვებთ. დღეს მე ვთამაშობ 2025 წლის RX 350-ზე. ამ მანქანაზე მაქვს დაკვეთა, თეთრი ფერის არის, წინიდან გაშიშვლებულია, აკლია ფარები, ფრთა.
და ბამპერი. აირბაგი არ არის გახსნილი, შიგნიდან ძალიან იდეალურ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ გარბენი აქვს ფაქტურად 9000 მილამდე და ამანქანას ჩვენ მივყვებით $23,000-მდე. ნახოთ თუ გაგვიმართლებს. ეხლა სიმანქანა ტრანსპორტირებაც იაფია. კი. რეალურად აქ დაზიანება დიდი არ არის, უბრალოდ ასაწყობი მანქანაა. სადაზღვევ ყოველთვის შლის ხოლმე და ვიზუალურად კი ცუდად გამოიყურება, თუმცა რეალურად ნაწილები აქ ცალკე უკეთესი მანქანა არის, ვიდრე ესე რომ ვთქვა დილერის შეფუთული, რომელიც აწყობილია და შიგნით ვერ ხედავ რა. ანუ რეალურად 9000 მილის ვერ გაიარა მანქანამ, მალევე მოუვიდა ეს ინციდენტი. ძალიან კარგი მანქანაა, შოთა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ეს იყო TL Time, ჩვენ კი TL Group-ი ვართ, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან. ჩვენი მისამართებია ჯუმბერ ლეჟავას 22, ჰუალინგის სვის პლაზა, Best Phyllis-ის მისამართი, ხოლო ქუთაისი რუსთაველის 32 ნომერი. ტრადიციულად ვიმყოფებით დრანგტედიში, თქვენ კი აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ან გამოიძახოთ დრანგტედის საფირმო კანჭი. არ დაგავიწყდეთ გამოწერა, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა მოგცეთ ჩვენი мотиваცია, რომ გავაგრძელოთ ეს პროექტი.